გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯოვა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ანი კოპალეიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ანი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენს მსმენელებს მივესალმებით და დღეს მე მგონი ძალიან საინტერესო თემაზე მოგვიწევს საუბარი. ნამდვილად, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება სიმსუქნე და მოდით ქალბატონო ანი ჩვენ მსმენელს ავუხსნათ ზოგადად რა არის სიმსუქნე და რა ითვლება სიმსუქნით. სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც ცხიმების ჭარბდაგროვებას იწვევს. განსაკუთრებით ვახსენე ის, რომ ეს არის დაავადება და არა მდგომარეობა, იმიტომ რომ დღეს უკვე 21 საუკუნეში ვიცით, რომ ეს არის სერიოზული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში. გარდა ცხიმების დაგროვებისა, იქ მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები ჰორმონალურად თუ ჰუმორულად და დიდ პრობლემებს ქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან ერთად სიმსუქნე არ არის მხოლოდ ვიზუალური რაღაცა ცვლილებები, აქ სხვა დიდი უფრო მნიშვნელოვანი პროცესები არის. სიმსუქნეს თავისი გამოთვლაც აქვს, ანუ ერთად შეგვიძლია ძალიან მარტივად ეს ყველაფერი გავარკვიოთ, როდესაც ყველას ჩვენს მსმენელსაც მარტივად ეს ყველაფერი შეუძლიათ რომ ინტერნეტში მოიძიონ სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ნიშნავს სხეულის სიმაღლის და წონის თანაფარდობას. ხშირად კითხულობენ ხოლმე ამა თუ იმ წონა რამდენად თქვა შეესაბამება სიმსუქნეს, წონით არ განისაზღვრება, მარტო აუცილებელია ეს თანაფარდობა ინახოს სიმაღლესთან მიმართებაში და იმის შედეგად უკვე თავისი ინდექსი, თავისი გრადიენტები აქვს. ჭარბწონა თვლით, როდესაც მეტია 25-ზე და ხოლო სიმსუქნე უკვე დიაგნოზი არის როცა მეტია 30-ზე ზევით. თუ არის მაგალითად სიმსუქნე დამოკიდებული ასაკზე და ძირითადად რა ასაკში გვხვდება სიმსუქნე? სამწუხაროდ ასაკზე არ არის დამოკიდებული, ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ანუ ეს კი არა, თუ გადავხედავ სტატისტიკას, ნახავთ როგორ გაუარესდა ბავშვთა ასაკშიც კი როგორ გაიზარდა მათი რაოდენობა ჭარბწონიანის და ასევე სიმსუქნის, არა მარტო თქვათ ზრდასრულზე და თინეიჯერულ ასაკშია პრობლემა, აქ საუბარია უკვე 5 წლიდანაც კი რამდენად მნიშვნელოვანი და პროგრესული დაავადება არის. არც სქესთან არ არის დაკავშირება. ნებისმიერ ასაკში ორივე ქალბატონებსაც და მამაკაცს, ანუ მდედრობის მამრის სქესში თანაბრად გვხვდება ეს პრობლემა. ძირითადად გამომწვევ მიზეზებზე რომ გვესაუბროთ ქალბატონო ანი და ასე ვთქვათ სიმსუქნის განვითარების მიზეზებზე. გამომწვევი მიზეზები აქ შეიძლება დავყოთ იმის მიხედვით არის სოციოეკონომიური, ძალიან ხშირად დიდი პრობლემას წარმოადგენს ეს დაბალ და ძალიან დაბალ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კრიტიკულად გაიზარდა მათი თანაფარდობა, ანუ ჭარბწონის მქონე. ასევე ძალიან რისკ ფაქტორებში შედის გენეტიკა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის დამოკიდებულება საკუთარ მიმართ, ანუ ოჯახური ტრადიციასაც არის, ეთნოსაც აქვს მნიშვნელობა, ანუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. ამასთან ერთად, როგორი ცხოვრების წესი აქვს თვითონ ადამიანს თუ პაციენტს, რა საკვებს მიირთმევს, როგორი ფიზიკური აქტივობა აქვს, ანუ მრავალი ფაქტორად ითვლება ანუ ჭარბწონის გამოწვევა. შეგვიძლია დაკავშირებული. როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრ დაავადებას იწვევს სიმსუქნე და ძირითადად კონკრეტულ დაავადებებზე რომ გვესაუბროთ ქალბატონო ანი, რომელი დაავადებებია ძირითადად სიმსუქნესთან დაკავშირებული? ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, ანუ წნევას რომ ეძახით, ამაზე არის. მეორე არის შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, უფრო მეტად მისთვის არის დამახასიათებელი. ასევე პრობლემა არის მაგალითად ქალბატონში პოლიცისტოზი ეძახით, ანუ როდესაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლია, შეიძლება უნაყოფოვანდეც კი მიგვიყვანოს ამ პრობლემამ. ასევე შესაძლებელი არის ართრიტები გამოიწვიოს, ანუ გარკვეული დარღვევები ამ ძვალსახსროვან სისტემასთან და მათი გამოფიტვა, ინსულტი, ინფარქტი, ანუ გულსახმელთა დაავადებები, ეს ყველაზე დიდი პრობლემა არის, რაც შეიძლება სიმსუქნეს თან ახდეს და დაკავშირებული იყოს ამ ყველაფერთან. მკურნალობის მეთოდებზე რომ გვესაუბროთ ქალბატონო, ძირითადად რა მკურნალობის მეთოდები გვაქვს სიმსუქნესთან დაკავშირებით და პრევენციის გზებზეც რომ გვესაუბროთ ამასთან ერთად.
მკურნალობის მეთოდები ირჩევა უკვე ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან, ასევე თანხლებით დაავადებების მიხედვით, დაკავშირებულია რომელ კატეგორიას განეკუთვნება. შეიძლება ეს იყოს კონსერვატიული მარტივი გზები, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, თუ უფრო გართულებულ მდგომარეობას მივაკუთვნეთ, თქვა არის სიმსუქნის მეორე მესამე ხარს უკვე შეგვიძლია მედიკამენტური მკურნალობა შევთავაზოთ იმ ძირითად საშუალებთან ერთად, რაც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა. უკიდურეს შემთხვევაში, როცა გვაქვს სხეულის სისმალის ინდექსი 40-ზე მეტი, ამ დამორბიდული სიმსუქნე ამ შემთხვევაში და უკვე აუცილებელია ქირურგიულ გზაზეც ვისაუბროთ. თუმცა მანდაც გარკვეულებას თანხლებ დაავადებებთან ერთად უფრო ადრეულ ეტაპზეც თავაზობთ ხოლმე ქირურგიულ ჩარევას, იმიტომ რომ ამ დროს ის გართულებები, რაც ახასიათებს ამ ჭარბწას, როგორც ვახსენეთ, ჰიპერტენზია იქნება, ინფარქტი, ინსულტი, დიაბეტი, რომ მათი რემისირება მოხდეს, გაუმჯობესება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, არა მარტო ჯანმრთელობის, თუმცა ხარისხთან დაკავშირებითაც. ხოლო რომელი მეთოდია ამ პაციენტისთვის უპირატესი, ეს უკვე ექიმთან კონსულტაციის და არსებული კვლევის შედეგად ფასდება და მის მიხედვით უკვე შეერჩევა. დიახ. თქვენ ახსენეთ ქირურგიული ჩარევა და ასე ვთქვათ, რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი მაგალითად ბარიატრიული ქირურგია? ძირითადად თავაზობთ ხოლმე, როდესაც პაციენტს პირველ რიგში ეს არის როცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აქ და სხეულის მასის თანაფარდო 35-ზე უკვე მეტი არის, უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ბარიატრიული, იმიტომ რომ უფრო ადვილად მოხდეს ამ დაავადების რემისირება, ეგრეთ წოდებული განკურნებასავით რომ ჩავთვალოთ და გაუმჯობესება იმ შაქრის მაჩვენებლების, რაც პაციენტს აქვს, ამასთან ერთად გარკვეული მედიკამენტების საჭიროება შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ქირურგიული ჩარევის მერე, აი ამ დროს ინტენსიურად ვთავაზობთ. ასევე შესაძლებელია თქო ფიბრის ქრონიკული ობსტრუქცია, რომელიც ასევე ძალიან ხშირად თან ახლავს ხოლმე ჭარბწონას, ძილის აპნო, როცა ღამე პაციენტი სუნთქვას ან მარტივენაც ვთქვათ, სუნთქვას აჩერებს ხოლმე, ესეც ხშირია ჭარბწონასთან ასოცირებული არის ამ კისერთან არსებული ფაშარი ქსოვილის, ანუ ცხიმების დაგროვების შედეგად. ანუ ბევრი ინდივიდუალური ფაქტორები. ხან არის ხოლმე რამდენიმე ერთად გვაქვს ხოლმე, ანუ შეიძლება იყოს პაციენტს კონდეს ფიბრის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაც, შაქრიანი დიაბეტიც, არტერიული ჰიპერტენზია, რა თქმა უნდა, იქ უალტერნატივა უკვე ქირურგიული ჩარევა. აქ ალბათ ანუ როგორც ვიცით, ბარიატრიული ჩარევის სხვადასხვა ტიპები არსებობს. კონკრეტულად აი ამ ტიპებზე რომ გვესაუბროთ თითოეულ მათგანზე. ტიპები არის დაკავშირებული იმასთან, თუ რა ქირურგიული ჩარევა მოხდება, ამასთან და ალბათ ვფიქრობ, რომ მე შემდგომში ქირურგიც გვეყოლება სტუმრად და ისინი უფრო დეტალურად ისაუბრებენ. ტიპებთან განსხვავებით ეს არის უკვე რა პრობლემა აქვს პაციენტს იმის მიხედვით შერჩა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტიზას უფრო მეტად მოწოდებული არის, რომ ეგრეთ წოდებული კუჭის გასტროშუნტირება შეირჩეს, უფრო კარგად ხდება ამ პროცესის ალაგება, იქ ჰორმონალური სისტემის გადაკეთება და შესაბამისად შაქრის ციფრების მოწესრიგებაც უფრო ადვილად ხდება. დიახ. და ოპერაციის, მაგალითად, ოპერაციის შემდეგ ძირითადად პაციენტებმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება და ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის როლი? ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად პაციენტებს გონიათ, რომ ერთხელ თუ ჩაიწერებენ ამ ოპერაციას, ენდოკრინული ჩართულობა აღარ საჭიროებს და ამ პრობლემისგან ესე არ არის ნამდვილად. მას გრძელი გზა კიდე დამატებით ამ მხრივ, რომ სწორად შეფასდეს მისი არა მარტო ჰორმონალური სისტემა, არამედ საუბარი არის მისი ვიტამინების და მინერალების მდგომარეობაც, რომ შემდგომში არ მოხდეს გარკვეული ცვლილებები, არ იყოს დეფიციტი, არ წამოვიდეს სხვა პრობლემები. ამიტომაც ენდოკრინოლოგის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის. აი ამ პირველ ეტაპზე მაინც რომ სწორად იქნეს შერჩეული მედიკამენტური მკურნალობაც, დიეტური რეკომენდაციებიც, ფიზიკური აქტივობაც, რომ დროს სწორი ჩართულობა იყოს. ერთი რაც მინდა კიდე დავამატო, ერთი დიდი პრობლემა რაც ჭავტონს ახასიათებს არის ხოლმე ეს, რომ არასრულფასოვანი მენსტრუალური წილი, როცა არ ხდება ოვულაცია. ამიტომაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე იგივე უნაყოფობის სამკურნალოს ბარიატრიული ქირურგია, როცა ჭარბი წონა არის წამყვანი, ჩვენ არ ვამბობთ რომ უნაყოფობის მკურნალოს ბარიატრიული, უბრალოდ ის პროცესი, რასაც ჭარბი წონა იწვევს, ამით შეგვიძლიათ ეს ყველაფერი გავაუმჯობესოთ,
რომ მისი menstrualuri ციკლი გახდეს უფრო აქტიური, უფრო ჯანსაღი კვერცხურები და შემდგომ ორსულობას დადგეს. ამიტომაც მითია რომ ამბობენ რომ ბარიატრიული ქირურგიის მერე ორსულობა არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება? პირიქით რეკომენდირებულიც არის, თუ პაციენტს ამის სურვილი აქვს, უბრალოდ უნდა მოხდეს პაციენტის სწორი მომზადება, სწორი დაგეგმვა ორსულობის და მერე უკვე შემდგომ სწორი განვითარებაც პოვებს და მე ვიყავს ესეთი პაციენტი, რომელსაც ბარიატრიის შედეგად მრავალწლიანი შვილობის შემდგომ შვილი შეეძინა და დღეს ბედნიერად არიან. ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს საკმაოდ, ასე ვთქვათ, შიშები ბარიატრიულ ქირურგიასთან მიმართებაში და მაგალითად თქვენ რომ გითხრათ ესეთ ყველაზე გავრცელებული გართულება რა შეიძლება მოყვეს ბარიატრიულ ქირურგიას? როგორც ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი ადრეული და მოგვიანებითი გართულებები, თუმცა თუ სწორად არის ნამართი პაციენტები, ეს რისკები პრაქტიკულად ძალიან დაბალი არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულთან გატარებული ხარ მედიცინაში ესეთი ნული არ აქვს, მაგრამ გათანაბრებული თითქმის ნულთან, რომ რაიმე პრობლემები არ გქონდეს პაციენტთან. ამიტომ ეს არის გუნდური მუშაობა, აქ არ არის მხოლოდ ენდოკრინოლოგის ჩართულობა, რა თქმა უნდა, იქ არის მულტიდისციპლინური, ანუ ყველა სპეციალისტი არის ჩართული, მათ შორის ფსიქოლოგიც, როდესაც ქირურგიისთვის ვემზადებით და შემდგომში მისი მართვაც არის მულტიდისციპლინური, რომ სწორად იყოს ნამართი ესეთი პაციენტები, რომ ადრეულის და მოგვიანების გართულებებით შევამჩნიოთ. აი ამიტომ გვჭირდება ერთ-ერთი ენდოკრინოლოგის ჩართულობა, რომ ეს მოგვიანებით ის რაც შესაძლო ვარიანტი არის, რომ გართულება გქონდეს ბარიატრიულს, რომ პრაქტიკულად არ არსებობდეს. და საბოლოოდ შეჯამების სახით, ასე ვთქვათ, ჩვენ სმენელს რომ უთხრათ, დაგაუზიაროთ თქვენი რჩევები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სიმსუქნე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიმსუქნის პრევენცია შესაძლებელია. ნამდვილად, უბრალოდ აქ ცოტა გვჭირდება ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილებები, ანუ ჯანსაღი კვება, უნდა იყოს ბოსტნეულით მდიდარი პროდუქტები, უნდა იყოს ჩართული აუცილებლად ცილოვანი პროდუქტი, როგორც არის ის პროდუქტები, ხორცეული, კვერცხი, ვთქვათ, ხილიც აუცილებელი არის, უჯრედისით მდიდარი საკვები, ეს პირველ რიგში რაც კვებას შეეხება, აუცილებლად წონის კონტროლი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობაც უნდა გქონდეს, კვირაში 120 წუთი, ეს არის მინიმალური რაოდენობა, რაც ყველა ჩვენთანგანს უნდა გქონდეს, რაც მეტად აქტიური ვართ, უკეთესი არის. ამას ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს თანხლები დაავადების და ეს უკვე ექიმთან ერთად უნდა შეირჩეს ფიზიკური აქტივობის ინტენსივობაც, რომ არ მოხდეს წონის მატება და შემდგომი გარკვეული პრობლემები, რაც მას ახასიათებს. ანუ ამის სწავლება იწყება არა დაბადებიდან, უნდა ხდებოდა შობლებისგან მათი განათლება, ყველაზე მთავარი რაც არის. დიდი მადლობა ქალბატონო, თქვენ მობრძანებისთვის და ამ საინტერესო რჩევებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შეხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.